მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ, რეკორდებში ვასრულებ ლეველებს რა მისიებს და როგორც ხედავთ, star player-ი უნდა გავხდე კიდევ ერთხელ, რომ მივიღო ლეგენდარი სტარდროპი და 500 ეს არ ვიცი რა არის, მე მგონი რეკორდი ქვია, რაღაცა. ხო და დღეს ვითამაშებთ ეს ივით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე დაბალთასიანი ბრაულერი ეს ყავს და მოდი ბევრი ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ ჩვენი პირველი ხელი. ესე იგი სხვა ბრაულერები ვთამაშობდი, მაგრამ იმეებით ის იყო, რა ქვია, ძალიან ძნელი იყო ეს star player-ი რო ყოფილიყავი და გადავწყვიტე ამით მეთამაშა ივითი, იმიტომ რომ ივითი მარტივია თამაში და დაბალ თასებში იყოს. ბურთი სად არის, ძმა? აუ მე მგონია რომ ბურთი მიმაქ. და თურმე ქვევით არის, ძმა. აუ გოლი გაგვიტანა ბოტმა, ჩემი, კაი. რა უნდა უბედურობა. კაი, იმედია ეხლა არ წავაგებთ ბოტებში. კაი. ეგ არის. პირველი გოლი გავიტანეთ თან მარტივად, თან ძნელად, ლამის მომკლა 8-ბიტმა. მოდი ცოტა ვეფაითოთ ფრენკს, იმიტომ რომ ის იყოს, რა ქვია, star player-ი ვიყო. ჰოპ, ერთი მოკალი. ეხლა 8-ბიტი. კაი, 8-ბიტს ვერ კლავ. ჰოპ. ჩემია 8-ბიტი. არა, სხვა ავტოიმით რო ვისვრით, სხვა გამოვისვრი. კაი, აქ გადავაგდოთ ფრენკს, გადავაგდოთ სუპერი. დაიჭირა სამწუხაროდ. კაი, არა. ეგ რა ეგ არის გამაშეშა. ჰოპ. ეგ არის. მოვიგეთ ეს ხელი, იმედია star player-ი მე ვარ. არა. კაი. star player-ი ვარ უკვე და შეგვიძლია გავიდეთ მენიუში. ესე იგი, ეგ არის, შევიდეთ უკვე რეკორდებში და როგორც ხედავთ უკვე მაქვს რაღაც გაცნელი და ეს არის შეზავიდა. აი. და რა მოგვა თქვენი აზრით? ჩემი აზრით ამოვა რამე სკინი. ან მოკლედ ბრაულერი არ ამოვა როგორც წინაზე, ამოვა star power-ი, gadget-ი, hyper charge-ი ან სკინი. დავაი. ხო გითხარით Miko deals 100 yesterday non-bro. არ ვიცი რას ნიშნავს ეს. მაგრამ ჩემი აზრით მეორე star power-ი ჯობია. სად არის Miko? მაიც არ ერითის დავაყენა. აი, ესა. ეს ჯობია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყოველ 5 წამში რაღაცა თავ პირველი დარტყმა ემაშვრება, რა ქვია, ანუ რო დავარტყო ძალიან სწრაფად მემატება პირველი დარტყმა. და ჩემი აზრით ეგ ჯობია, რომ 4 დარტყმა აქვს, ისე ძალიან ნელა ევსება. როგორც ხედავთ, აქ დიდი არაფერი არ ხდება. ეს წინა მისია შევასრულეთ, რომ უნდა დაგვეწერა I love Brawl Stars. ესე იგი, კიდევ გვაქვს მისია, ეს არ ვიცი რას ნიშნავს, ნონ რაღაცაო. და მოგცემს ერთ ქაუს სტარდროპს, ასევე 30 მილიონზე თუ ავალ ტრანკსაც მოგცემს და ტრანკის სკინსაც. კაი, ეს არაფერი, ესე იგი 20 მილიონზე რაღაც თუ ავედით, ავიდა Brawl Stars-ის რაღაცა პოსტი ალბათ. 50%-იანი ფასდაკლება იქნება ამ ტრანკის სკინზე. თუ ავიდა 23 მილიონზე იქნება 75%-იანი, თუ ავიდა 30 მილიონზე კი არა, 27 მილიონზე იქნება ეს სკინი უფასო და თუ 30 მილიონზე ავედით, ტრანკიც უფასო იქნება და ეს სკინიც. მე მგონი ძალიან მაგარი არის. ესე იგი, ეს Steel Brawler Alley თუ რაცა რატო გამოუშვეს არ ვიცი, მაგრამ რაღაც წავიკითხე თუ რა უნდა დაბრუნდეს რაღაცა ისაო, რა ქვია. რა ქვია კაცო? კონტენტ კრეატორი. უნდა დაბრუნდესო, ბევრიო და რაღაცა ესაო რა. და გვაძლევს საჩუქრებს თუ რაღაცა. ესე იგი, ლეგენდარიც გავხსენით, Miko სკინი ამოვიდა. და Miko, აი. სკინი კი არა ესა, star power-ი ეს. მაგრამ ეს მე მგონი უფრო დიდ დემეიჯს აკეთებს. ხო, ეხლა კიდე გემშვიდობებით, ნახვამდის.